ამის გამო რომ გამოგაგდებენდეო. ახლა რა მოხდა? აუ ვიღაცა ტიპი ერთ გოგოს აბავდა და მეთქი გაუტრაკევთქო და მე ეს მენეჯერიც გადმოხდა და კაროჩე გამომიშვის რა. ჯობდა შენი საქმისთვის მიგეხეთ. გაიყავი და მეყურებინა ამ გოგოს როგორ ავიწროვებდნენ? რაღაც არ ეთყობოდა რომ დახმარება სჭირდებოდა. ეს ციცქნა გოგო ამ ჯანიან ტიპს როგორ გაუმკლავდებოდა. ფიქრობ სიძლიერე ფიზიკურ ძალაში არ გამოიხადება. ისე კაი ბიჭი კი იყო. ახლა რა საპირებ? აუ რა, ჩემი დიმაკაცი ამბობდა ერთ ვაკანსიას. დაცვაზე თუ რაღაცაზე. შეიძლება იქ გავიდე. დაცვის გარდა სხვა ვარიანტი არ გვაქვს. უკეთეს ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავ. კონი დავეყდა. შენ ენა გადაყლაპე? ვაფშე სამსახური რა საჭიროა? აბა შენი რაღაცეების ყიდვას როგორ აპირებ? მე ისედაც ყველაფერი მაქვს რაც მინდა. მაგალითად? მუსიკა, მეგობრები, ჩემი თავი. ზუსტად მაგ სამი რაღაცის ბრალია, რატომაც ვერ ვითარდები. შენ? მე რა? ამ პიდარასმა თავის ყალე ცხოვრებას მიხედოს. შენი აზრი რომ მნიშვნელოვანი იყოს, აქ იჯდებოდი. მე რა? მე რა? მე რა? მე რა? რაც მარტი შენი სედაცლმასი ხარ. იცი. მაგრამ ხანდახან თავს ისე არ ვგრძნობ. როგორც გამოვიყურებ. ჩემი ტუჩები, ჩემი კანის ფერი. გონი ცოტა მუქი ვარ. ან არ ვიცი. მართლა არაფერი არ ვიცი უკვე. ხანდახან თავს ისე თავდაჯერებულად არ ვგრძნობ, როგორც გამოვიყურები. ამ თავდაჯერებულობისთვის ძალიან დიდი ხანი ვბრძოლობდი, რომ აქამდე მოვსულიყავი, რომ ყოფილიყავი ის, ვინც ვარ მე ახლა. და მე არ ვიმსახურებ, რომ თავს ვგრძნობდე ასე. ხანდახან მგონია, რომ საკმარისად კარგი არ ვარ. კაი რა. შენ ლამაზი მაინც ხარ და სიმარტოვაში მაინც არ დაიბიდებ. ჩემი ცხოვრება კი უბრალოდ უსამართლოა. ნუ თუ არ ვიმსახურებ ვინმეს, ვისაც ვეყვარები და ვინც ამ სიცარიელეს ამივსებს. რა სჭირდებათ? ფული, სახლი, სტაბილურობა? ალბათ ზუსტად ეგაა რაც არ გამაჩნია. ზემოთ არ ვუყურებ ჩემ ცხოვრებას. ხვდები რომ ძალიან იმპულსურად ვიღებ გადაწყვეტილებებს. როგორ შევინარჩუნებ სიყვარულს თუ სამსახურს ვერ ვინარჩუნებ. ხანდახან ჯობია უბრალოდ დანებდე. მგონი მე უკვე საზღვრის პირას ვდგავარ. ანუ ძალიან მეშინოდა ამ უფსკროლის. ამ ბნელეთის, რომელიც მიახლოვდება და ვგრძნობ, რომ ძალიან ახლოსაა. გაცემით დავიღალე. ამდენი გაცემით უკვე საკუთარი თავის აღარაფერი აღარ დამჩა. ეს ჯაჭვები კი მიჭერს, რომ ვერ განვითარდე და წინ ვერ წავიდე. სინათლეს ვეღარ ვხედავ. ვცდილობ, მართლა ვცდილობ, რომ რაიმე გამოსავალი გამოვნახო, მაგრამ ისეთ შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი შინაგანი სანთელი ჩაქრა. ახლა კი არ ვიცი რა გავაკეთო. მინდა რომ ისევ ჩემი ძველი თავი ვიყო. როგორც როცა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა ბრმა ვარ. ბრმა, რომელიც წინ გაუძღვის სინათლეებს.
საერთოდ ყველაფერს რა აზრი აქვს. რატომ არ შეიძლება გამოვიყურებოდეთ ისე როგორც ჩვენ გვინდა? რატომ უნდა მივყვეთ სხვა სტანდარტებს? რატომ უნდა გვეცვას ისე როგორც სხვებს უნდათ? ეს ყველაფერი ხოს უბრალოდ სხვა ადამიანების შექმნილი ერთი დიდი ყლეობაა. და ჩვენ კიდე უბრალოდ ამაში თავს ვიხვევთ. რატომ არ შეიძლება უბრალოდ მოგწონდეს ის, ვინც მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი, გოგო, თუ არც ერთი. რატომ არ შეიძლება უბრალოდ იყო თავისუფალი? რას ქვია მნიშვნელობა არა, ყველა შენერი პიდარასტი გინდა იყოს? მე ვარ ის, რაც ვარ. მართალია. ვიღაც ისეთ შემეყარებს, როგორც ვარ. გონი ფილერი არ მომიხდება. და მეც ამოვალ ამ სკროლიდან.